460 მილიონი გრივნის კათედრების ეჭვები და ყოფილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ჩხრეკები, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ პრელუდია იყო. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურომ გამოაქვეყნა მინდიჩის ახალი ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ელიტური დასახლების დინასტიის კორუფციული მშენებლობის ისტორიას. კიევის მახლობლად კოზინში, სადაც კოდური სახელებით იმალებოდნენ ქვეყნის რეალური მფლობელები. მშენებლობა კი არ შეჩერებულა არც ერთი დრით. 2022 წლის თებერვლის შემდეგაც კი და ბუჩაში ტრაგედიის დროსაც. უფრო მეტიც, პირიქით. ამ ვიდეოში სრულად განვიხილავთ მინდიჩის ჩანაწერებსა და მიმოწერებს. შავი ნარდი ფულიდან დაწყებული ანდრეის სახლთან დაკავშირებულ ჩანაწერებში პირდაპირ აღიარებამდე. გარდა ამისა, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ენერგოატომის კორუფციული ფული VIP რეზიდენციებად და როგორ ხორციელდებოდა პირადი კონტროლი. ჩე გევარას, ანუ მინისტრ ჩერნიშოვს და კარსონის კავშირს, ანუ ტიმურ მინდიჩს მიყავდათ ყველაზე მთავარ შედეგამდე. საერთოდ ამ გამოშვებაში თქვენთან ერთად განვიხილავთ ოპერაცია მედასის გახმაურებული საქმის ახალ თავს, რომელიც უშუალოდ ეხება ანდრეი ერმაკს. მოკლედ, წინა საღამოს 11 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს ნაბუმ წარუდგინა ეჭვის შესახებ შეტყობინება. ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებაში ნათქვამია შემდეგი ციტატა. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალისტები. ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოავლინა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია კიევის მახლობლად ელიტური მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციასთან. ეჭვის შესახებ აცნობეს მისი ერთ-ერთ წევრს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს. საქმე დაკვალიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 219 მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაულებრივი გზით მირებული ქონების ლეგალიზაცია. და ამის შემდეგვე ნაბუმ გამოაქვეყნა ოპერაცია მიდასის ახალი ნაწილი, რომელიც ასახავს სკანდალური მშენებლობის VIP რეზიდენცია დინასტიის დეტალებს. ამაზე ნამდვილად გსმენიათ და ეხლა გთავაზობთ დეტალებს. ამოჩნდა, რომ იმის გასაგებად, თუ როგორ აშენებდნენ პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებული პირები კიევის მახლობლად ელიტურ სახლებს, ბინძური ფულით უნდა უკან გადავახვი. Время назад, в 2018 год. როგორც ნაბუს განცხადებაში აღნიშნული, 2019 წელს ჩე გევარა, იგივე უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერ-მინისტრი ალექსი ჩერნიშევი, გახდა კომპანია Bloom Development-ის დამფუძნებლების ერთ-ერთი წევრი. 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ საზოგადოებამ შეიძინა კაზინსკის სოფლის საბჭოსგან კიევის ოლქში 4 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ VIP რეზიდენციების მომავალ მშენებლობას. იმავე წლის ნოემბერში ჩე გევარა დანიშნეს კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. უკვე 2020 წელს ვლადიმირ ზელენსკი ჩერნიშევს ნიშნავს თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრად. და სწორედ ამ პერიოდში იბადება კოზინში მიწებზე კერძო რეზიდენციების მშენებლობის კონცეფცია. მხოლოდ მიწის საერთო ღირებულება, სადაც მომავალში რეზიდენცია აშენდება, $6 მილიონ მეტია. უკვე 2020 წლის ივნისში პროექტ დინასტიაში ერთვება კარსონი, ანუ ტიმურ მინდიჩი. გამარჯობა ტიმურ. მე მქვია იგორი, ალექსეი მომცა თქვენი კონტაქტი, რომ მომავალში კოზინში სახლის პროექტირებასთან დაკავშირებით ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ ხვალ თქვენთან შეხვედრა გვაქვს 10:00 საათზე, შეგიძლიათ მომაწოდოთ მისამართი, ამართი ან ჩვენი შეხვედრის ადგილის გეოლოკაცია. მადლობა. გამარჯობა ტიმურ, შეხვდები. 4 შაბათს დრო არ მაქვს, რადგან ღამით მივდივარ. როგორ იყო შეხვედრა? ყველაფერი კარგადაა? დღევანდელისთვის მეორე მონაწილეს არ შეუძლია. მაშინ 2 შაბათიდან დავგეგმოთ. თემურთან შეხვედრიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტიპური სახლის ადაპტაცია გამოვიდეს. ძალიან ბევრი სურვილია ოთახების რაოდენობასა და ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით. და სწორედ აქ ჩნდება ის ცნობილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. როგორც განაცხადეს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში, 2020 წლის ივნისში პროექტ დინასტიაში ჩაერთო მონაწილე კოდური სახელით R2. როგორც აცხადებენ ნაბუს გამომძიებლები, რორი სწორედ ის ანდრეი ერმაკია. და ნაბუმაც კი აჩვენა, როგორი იქნებოდა ანდრეი ერმაკის რეზიდენცია, თანაც დამტკიცებულია, რომ მან სწორედ ეს პროექტი განიხილა დიზაინერთან, რომელიც ამ რეზიდენციების მშენებლობაში მონაწილეობდა. დინასტია.
შემდეგ პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი საცხოვრებლად 4 კერძო რეზიდენცია აეშენებინათ. რეალური მფლობელების დასამალად. მშენებლობის ხარჯებს აძლევდნენ კოდებს R4, R3, R2, ანდრეი ერმაკისა და R1. ვის ეკუთვნოდა პირველი ნომერი, ეს კითხვა ღიად რჩება. მოგვიანებით გადაწყვიტეს მეხუთე რეზიდენციის აშენებაც და მას R0 დაარქვეს. ერთი რეზიდენციის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით $2 მილიონ შეადგენდა. 2021 წლის ივნისში მშენებლობა გააქტიურდა. შემდეგ კი ნაბუში ახსნეს თუ რატომ აცნობეს ეჭვის შესახებ ანდრეი ერმაკს 11 მაისის საღამოს. მშენებლობის დაფინანსება, როგორც აღმოჩნდა, იყო სქემა უკანონო ნაღდი ფულის ლეგალიზაციისთვის. მშენებლობის დაფინანსების სქემა შემდეგი მოდელით ხორციელდებოდა. როგორც ფიგურანტებმა დაარქვეს, ფორმა 1 არის თეთრი დაფინანსება რამდენიმე ფიქტიური კომპანიის მეშვეობით, რომლებიც თითქოს და რაღაც მომსახურებებს უკვეთავდნენ და ამ გზით ისინი იხდიდნენ ამ რეზიდენციების ღირებულების 10%-ის. და ფორმა 2 არის ბინძური ნაღდი ფული. ნაბუს მონაცემებით ფულს მუშებს ჩიგევარას პირადი ასისტენტის მეშვეობით გადასცემდნენ სხვა კიევის ოფისში. ნაღდი ფულის მეორე ნაწილს კარლსონის გარემოცვიდან ერთი ადამიანი იღებდა. ამ ნაღდ ფულს სხვადასხვა სქემებით ატარებდნენ. ფულს რეცხავდნენ და მშენებლობაში აბანდებდნენ. დილამშვიდობისა იგორ, 100 R3-ზე 180,000. კარგი. გამარჯობა, R3-ზე 160,000. უი. R3 250,000. თიმუხთან ვილაპარაკე. იცის რომ უფრო დიდი თანხები წავაა. ჩვენთან მოცულობები იზრდება და სეზონი შეზღუდულია. ალექსეი მიხაილოვიჩ, გამარჯობა. დარეკა R2BM-მა, რომელმაც მაშინვე გადასცა ტელეფონი R3-ს. თეზისურად, R3-მ შემდეგი აზრები გამოთქვა. ჩვენი სტრუქტურა პროექტზე მუშაობს დაქვემდებარებით და ინვესტორ R4-ის დავალებით. ყველა ანგარიშგება შეიძლება მომზადდეს და გადაეცეს სხვა პირებს მხოლოდ R4-ის მითითებით, იმ ფორმით, როგორცაც ის საჭირო ჩათვლის მოითხოვოს. სერეჟა დვილფასო, ყველაფერი გასაგები იყო უკვე ჩვენი შეხვედრის შემდეგ. მინდა რომ ჩვენი პოზიციაც გასაგები იყოს. მე როგორც ადამიანი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს R2-თან და აქვს შესაბამისი უფლებამოსილება მისგან, ეს შენ თავიდანვე იცოდი. მინდა არა მხოლოდ ვაკონტროლო, რაზე იხარჯება ფული, რომელიც R2-ის მშენებლობაზე ირიცხება. არამედ მივიღო მონაწილეობა შეთანხმებაში, მათ შორის ტენდერის პროცედურებში, მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვის ღირებულებაში. ასევე ჩავატარო შესრულებული სამუშაოების აქტების აუდიტი. ანუ ის სია, რომელსაც მემორანდუმის პროექტში ვათანხმებდით. ვფიქრობ, ეს სრულიად ნორმალური სურვილია დამკვეთის მხრიდან, რომელიც ყველაფერში საკუთარ ფულს იხდის. და აი შემდეგ მოდის ამ სქემის ყველაზე მკაცრი სიმართლე. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში, მშენებლობა არ შეჩერებულა, პირიქით დაჩქარდა. ჩე გევარა, ანუ ჩერნიშოვი, ითხოვდა მუშაობას რამდენიმე ცვლაში. და სწორედ აქ ჩვენმა კორუფციონერებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ჩაფლავება. პრობლემა ის იყო, რომ სიჩქარის გამო აშკარა გახდა, რომ მშენებლობის მასშტაბები ოფიციალურ შემოსავლებთან შესაბამისობაში იყო. ამიტომ 2024 წელს ამ სქემის მონაწილეებმა დაიწყეს დოკუმენტების ხიდვა, თითქოს და ფულის კანონიერებას ამტკიცებდნენ. შემდეგ კიდევ ერთი ფრაგმენტია ნაბუს გამოძიებიდან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გამოძიების ვერსიით R2 არის ანდრეი ერმაკი. გამარჯობა, მე და ჩემს საყვარელ დამკვეთს უნდა ვიბრძოლოთ განაღდების პროცენტზე. წერილი შევადგინე, გთხოვ გადახედე და შეასწორე თუ საჭიროა. და აი შემდეგ ყველაზე საინტერესოა. ნაბუს მონაცემებით 2025 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც ჩე გევარას, ანუ ჩერნიშოვს ეჭვის შესახებ ოფიციალურად აცნობეს, კარლსონმა, ანუ ტიმურ მინდიჩმა, გადაწყვიტა მშენებლობა უკეთესი დროებისთვის გაეყინა. რადგან იგრძო, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ძალიან მიუახლოვდათ. რა ჩვენ უნდა ვიეჭვოთ ეს, ხო? ხო, ფიქრობ ჩვენ ვიეჭვოთ. როგორ მაჩვენე როგორი ეშინით. ეს უკვე სხვანაირადაა, ეს ჩვენ არ ვართ. ამას უკვე მე გიჩერდი ასე. ეს ანდრეი, და რას ვაკეთებთ ჩვენ? მან ფარ უნდა დავაკეთოთ, ხო? არა, მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სასკაფო ტერასა, მე ხო ზამთრისთვის ჩქარობ, თქვენ ვეხდებით ამ პროცესს, ეხლა ამას დავამთავრებ. დათო. ავიცი, არ გწნობ, მაგრამ მეგონა რომ შემოაგვარებდი. აბა როგორ, რისთვის? როგორ გვაღვარდო ეს? ეხლა ეს უნდა იყოს. ფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, დაწუნებული ვარ.
მოусმინი ამას გეტყვი, ნახე, ამას წავიდითხავ. მაგ გააკეთეს ეს საფი მზადა, ესეც მზადა, ყველაფერი აღჭურვილია საინჟინრო სისტემებით, კონდიციონერით, ვენტილაციით, თბილი იატაკით. ეს პირველი საფი სრულად დატვირთულია. მეოთხეც ასევე. ანდრეის მხოლოდ ეს ფასადი არ ქონდა. შენკი ტექსტებიც კი არ გავს. ეს კი ასპიტაჩი უდოება. ჩვენ და როგორმე გავზღოთ სექტემბრამდე ეს თითვე რომ სიცივეებამდე ეს ყველაფერი ახალ გავაკეთოთ. შენ ბიუჯეტია 400.000 სიცივეებამდე სწორია? დიახ, 400.000 სიცივეებამდე უნდა მოხსნა. არა, თუ ქსელებით, მაშინ 1.300.000-ია. $300 მილიონ. და აი ამ ისტორიის მთელი კულმინაცია არის ჩხრეკები და ანდრეი ერმაკისთვის ეჭვის შესახებ შეტყობინების ჩაბარება 11 მაისს საღამოს. რატომ ასე? ნაბუსა და საპის მონაცემებით 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში თითქმის $9 მილიონი იქნა გათეთრებული. ანუ სწორედ ის 460 მილიონი გრივნა, რომელიც მშენებლობაზე მიდიოდა. ამავე რეზიდენციების დინასტიას მშენებლობა. სახსრები მოდიოდა კარლსონის, ანუ თიმურ მინდიჩის კრიმინალური ორგანიზაციიდან, მათ შორის კორუფციული სქემებიდან ენერგოატომში, სადაც მაშინ ჩერნიშევის ხალხი იყო. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, მონაწილეები ცდილობდნენ მიწისთვის ხადაღის მოხსნას, მაგრამ ვაქსმა ყველა 5 ობიექტზე დაადო ყადაღა. და სწორედ ამ საქმეზე 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა ჩხრეკები ანდრეი ერმაკის სახლში. და სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკები. ამის შემდეგ მან იდუმალა დადო პრეზიდენტის ოფისი, ხოლო ზელენსკიმ თქვა, რომ ეს მათი პირადი ისტორია. ამიტომაც მოაწერა ხელი მის გათავისუფლებას. ეხლა კი ერმაკს ეჭვის შესახებ აცნობეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლის მე-3 ნაწილით, ანუ ფულის გათეთრების ბრალდებით.